ანუ ხო დღევანდელი ვიდეო წესით უნდა ყოფილიყო ევანგელიონზე რა. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეხლა მწვანე ფონი ვიყიდა. მწვანე ფონიც ვიყიდა. და პლუს განათებაც. მაგიდან გამომდინარე და ისიც მაქვს რა შემიძლია რომ გავაკეთო რა. როცა ვეღარ მოვასწრებდი რომ ეგ მწვანე ფონი და თან განათება დამიდგა რაღაცები და მე რა ვიდეო ჩამოწერა ევანგელიონთან დაკავშირებით. მაგიტო გადავწყვიტა რომ შემდეგ კვირაში გავაკეთო ევანგელიონთან დაკავშირებით ვიდეო. ანუ დღევანდელი ვიდეო იქნება უბრალოდ ანიმე რეკომენდაციები, რომელსაც რაღაც კონკრეტული მიზეზი არ გააჩნია. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც შევარჩიე რაღაც კონკრეტული ანიმეები არის ის რომ არ მინახავს ქართველები ლაპარაკობდნენ ამ ანიმეებთან დაკავშირებით. ერთი ორგან რო გამიგიათ რაღაცები, ეგეთებიც არ არის რა. შეიძლება მე მაქვს ეგ პრობლემა, თქვენ შეიძლება გაიგიათ ერთმანეთში, იმიტომ რომ ბევრს მაინც არ ვიცნობ რომ ის ანიმეებს უყურებს. მაგრამ ნუ მაგის მიხედვით ავარჩიე ერთ-ერთი. დანარჩენი ერთმანეთთან კავშირი არანაირად არ აქვს. ერთ-ერთი რაც არის მე მომწონს ეს ანიმეები და მაგიტო უწევ რეკომენდაციას. კაი, პირველი ანიმე არის Wolf's Rain. საკმაოდ ძველი ანიმეა, 2003 წელს გამოვიდა ეს ანიმე. საკმაოდ ადრე მაქვს ნანახი, მაგრამ მახსოვს რომ ძალიან მომეწონა ეს ანიმე. რაც მახსოვს იმას გეტყვით, შინაარსობრივად რა ხდება. დისტოპიური სიტუაცია არის, ანუ რაღაც მთელი სამყარო ინგრევა და ამ შემდეგ და არსებობს ლეგენდა რომ ამ სიტუაციაში მხოლოდ გლებს შეუძლიათ რაღაცა გზა გაიკვაონ და მივიდნენ აღთქმულ მიწაზე რაღაც 60-ში რო აღმოჩნდნენ. და ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არის მგელი, ანუ ამ გლებს უწევთ რომ საკუთარი თავები შენიღმონ და შემდეგ და დაიმალონ, ანუ ადამიანებს არ დაენახონ და ერთ-ერთი მგელი არის მთავარი პერსონაჟი, რომელიც სხვებს შეხვდება და საბოლოო ჯამში ნუ ეს მთავარი პერსონაჟებიც მიდიან ამ აღთქმული მიწისკენ, ანუ ცდილობენ რომ მაგ აღთქმულ მიწას მიაღწიონ. რამდენად ვნახე რაღაც განხილვები და რაღაც კომენტარები მაგასთან დაკავშირებით, უკვე იმას იძახიან რომ რაღაც ძალიან pretentious anime არის. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მაშინ როცა უყურე, ძალიან მომეწონა და ეხლა ვაპირებ რომ rewatch-ი გავუკეთე მაგას, იმიტომ რომ მაინტერესებს ისეთი დამოკიდებულება მექნება თუ არა. მაგრამ მაინც რეკომენდაციას უწევ, რაც უნდა pretentious იყოს და რაღაცა ყოველ შემთხვევაში 2000-იანი წლების ანიმეებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მესმის რომ აი მაგათ Elfen Light არც მაშინ არ მომწონდა სიმართლე რომ თქვა Elfen Light, მაგრამ მაგათად Elfen Light-ი როგორც იყო და ამ შემდეგ შეიძლება იგივე შეგრძნება დამიტოვოს მაგასთან დაკავშირებით რა. მაგრამ Elfen Light-იც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მაინც ეგეთი სუდი არ არის ხო? საშინელება არ არის მაგ კუთხით შეიძლება pretentious არის, მაგრამ საშინელება ნამდვილად არ არის. შემდეგი ანიმე რაც არის, ეს არის Sonny Boy. შედარებით ახალი ანიმეა და ფაქტია რომ ბიუჯეტი დიდად არ ქონდათ. და Sonny Boy იყენებს ძველ მანგას, რომელიც აქამდე ძალიან ბევრმა ანიმემ და მანგამ გამოიყენა, როგორც დასაყრდნობი ამბავი. ეგ არის Drifting Classroom. სადაც ანუ შემთხვევით მთელი სკოლა გაქრება და სადღაც სხვა განზომილებაში აღმოჩნდება. და ეს ბავშვები და მასწავლებლები და შემდეგ როგორ თანაცხოვრობენ და როგორ ცდილობენ რომ გადარჩნენ ამ რაღაც განზომილებაში მარტივად რო ვთქვათ რა და როგორ იქცევიან მსგავს სიტუაციაში ადამიანები, რაც მაგის გარშემო ბრუნავს. და ეგ ბევრ ანიმეს და მანგას აქვს გამოყენებული როგორც საფუძველი, იმიტომ რომ პირველი Drifting Classroom-ი იყო და მაგას ძალიან დიდი გავლენა აქვს მარტივად რო ვთქვათ რა მთელ მანგებში და ანიმეებში. მაგათად ოშიმშუზუს Drifting Net Cafe-ც ზუსტად მაგაზე არის აგებული, მიუხედავად იმისა, რომ ანუ ამბები სხვა რაღაცა არის, სხვა სიტუაციები არის და სხვა რაღაცები იქრება და ჩნდება და სხვა პიროვნებები არის, ზოგი დიდები არიან, ზოგი პატარები არიან და შემდეგ. ეგ ძირითადი ამბავი რაღაც სხვა განზომილებაში ჩნდება რაღაც კონკრეტული შენობა და ამ შენობაში მყოფი ხალხი იგივეა. მაკედან აქვს ინსპირაცია მარტივად რო ვთქვათ აღებული. ხო, Sonny Boy-ს რაც შეეხება, ანალოგიურად სკოლა ქრება, მაგრამ არიან მხოლოდ ბავშვები და არიან high school kids რა, ანუ ცოტა დიდები ვინც არიან რაღაც 15-16 წლის ბავშვები არიან, რომლებიც გაქრებიან და გაჩნდებიან იქ. მაგრამ ამ Sonny Boy-ს ამოდროულად ის მომენტიც აქვს, რომ ზოგიერთ teenager ბავშვს რაღაც სუპერ ძალები უჩნდებათ. რაღაც მხრივ მთელი ანიმაცია, აი, რავი, ის გექნებათ ალბათ ნანახი, პაპრიკა გექნებათ ნანახი. მთელი ანიმე რაღაც მხრივ მაგას გავს, რაღაც სიზმარს გავს, ასე რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი ხდება. და ცოტა რთული აღსაქმელია ამბავი რას გვიყვება.
მაგრამ საკმაოდ საინტერესოა პერსონაჟები და საკმაოდ საინტერესოდ გადმოსცემენ მაგ მომენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი არ ქონდათ, მაინც საკმაოდ კარგად აქვთ გამოყენებული აბსოლუტურად ყველაფერი. საუნდტრეკები კიდე ძალიან კარგი აქვს. Math Rock-ის საუნდტრეკები აქვს, ერთად შემთხვევაში მაგ ჟანრის საუნდტრეკებია და საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენი არის. და რავი, ძალიან უხდება ამოდროულად. განსაკუთრებით აი დასრულის მომენტი არის ძალიან ლამაზი მაგ კონკრეტულ მუსიკასთან ერთად და თუ უყურებთ ნახავთ რავი. ამბავს რაც შეეხება, რა თქმა უნდა coming of age არის, ეგ აითვალისწინეთ, რავი ვიღაცებს შეიძლება არ მოგწონთ coming of age ჟანრი. ვინც არიცით coming of age მაგალითად არის Flowers of Evil ან პუმპუნი ან მსგავს რაღაცები. ზოგადად მანგებია ხოლმე coming of age. Tagop's original scenes coming of age-ია, ხო, coming of age-ია იდეა შეგვიძლია რომ შევხედოთ ცოტა აი უფრო პატარები არიან Tagop's შემთხვევაში, მაგრამ მაინც შემდეგი არის Aoi Bungaku, იგივე Blue Literature. ეს ანიმე ძალიან ცოტა ეპიზოდი აქვს, რაღაც 12 ეპიზოდი აქვს თუ რაღაც. მაგრამ აკეთებს აი ვისაც გიყვართ იაპონური ლიტერატურა, ვინც კითხულობთ, აი Osamu Dazais ან Akutagawas ნაწარმოებები, ვისაც გაქვთ საკითხული და შემდეგ მაგათ მნიშვნელოვან ნაწარმოებებს უკეთებს ანიმე ადაპტაციას. ამავდროულად ყოველი ეპიზოდის დასაწყისში არის არ ვიცი ვინ არის ეგ ტიპი, მაგრამ ნუ ხსნის რაღაც ამბავს გვიყვება ავტორთან დაკავშირებით და მერე უკვე იწყება ანიმე ადაპტაცია კონკრეტული ნაწარმოების. ანუ ავტორის შესახებ გვიყვებიან რაღაცას და მერე პარალელურად ეგ ნაწარმოებია, ასე ვთქვათ. რამდენადაც ვიცი, მაგ ნაწარმოებებს სკოლაში სწავლობენ იაპონელები და შეიძლება რაღაც მხრივ მაგიტომაც გააკეთეს ყველაფერი, უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ბავშვებისთვის რაღაც სახალისო დრო ენახათ. არ ვიცი, ზუსტად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვისაც იაპონური ლიტერატურა გიყვართ და გინდათ რომ რაღაც ადაპტაციები ნახოთ რამდენიმესი, Aoi Bungaku ძალიან კარგი ადაპტაციაა, მაგალითად Osamu Dazais No Longer Human არის, ან პირველი არის No Longer Human. თუ სწორად მახსოვს ქართულად მაგ ნაწარმოებებს არასრულყოფილი ადამიანის აღიარება ქვია, მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორი არის ეგ თარგმანი, იმიტომ რომ ინგლისურად No Longer Human, ანუ უკვე აღარ ადამიანი არის, ხო? მაგრამ საკმაოდ კარგი არის. Run Melos-ი არის კიდე, გაიქეცი Melos, Kokoro, ან გული. ძალიან ყველა ნაწარმოები არის საკმაოდ პოპულარული იაპონური ნაწარმოების მიხედვით. და თან ამ 12 ეპიზოდი აქვს და საკმაოდ შემოკლებულია ყველაფერი. მაგრამ მაინც კარგად გადმოსცემს ყველაფერს. ეხლა რასაც ვლაპარაკობ, ეგ იმას ანიშნავს, რომ მაინც და მეც წიგნები უნდა გიყვარდეთ და რაღაც იაპონური ლიტერატურა უნდა გიყვარდეთ და მაგის გამო უნდა უყუროთ. ისედაც კარგი არის, ისედაც შეგიძლიათ რომ უყუროთ, რავი. ანიმაციის კუთხით შეიძლება ცოტა მოძოლებულია და შემდეგ, მაგრამ ამბები როგორც არის, აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ყველა იმას რა ქვია, ნაწარმოებს აქვს განსხვავებული ანიმაცია. განსხვავებული ანიმაცია აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ განწყობა ცოტა განსხვავებული უნდა იყოს მაგ ყველაფერთან მიმართებაში. მაგრამ მაინც მოძოლებულია რაღაც მხრივ რომ დაუფიქრდეთ. ერთადერთი მეგონი Spider's Thread არ არის მოძოლებული ანიმაცია რაღაც მხრივ. მაგრამ ეგეც ისე რა. მაგრამ თუ ეხლა მაგაზე Steins Gate-ის ანიმაციასთან თუ არ გაქვთ მაგალითად პრობლემა, არ მგონია ამასთანაც გქონდეთ მაგ კუთხით პრობლემა. მით უმეტეს რომ ამბები მაინც და მაინც რაღაც ფაითების და ეს არ არის ხო, ანუ უბრალოდ ადამიანების ამბებია ხოლმე რაღაც ზოგი სიყვარულზე, ზოგი რავი, ნიჰილიზმზე და ასე შემდეგ. ხო. ნუ იდეაში შემდეგ მასშტაბში სხვა ანიმე მქონდა, მაგრამ მოდი პარემ რახარ ლიტერატურაზე ვლაპარაკობ. ვიტყვი Flower and Ashura. Flower and Ashura არის ახალი ანიმე, 2024-ში გამოვიდა ახლა, ხან ზამთრის 2024-25 ზამთრის სეზონზე გამოვიდა და აქვს 12 ეპიზოდი. მთელი ანიმე არის იმაზე რა ქვია, მაუწყებლობის კლუბზე, მარტივად ვთქვათ და მთავარი პერსონაჟს უყვარს ხმამაღლა კითხვა. ქართულად მაგ პროფესიას მე მგონი შესაბამისი სიტყვა არც აქვს, არ ვიცი, ვერ ვნახე ვერსად, რომ მაგის შესაბამისი სიტყვა მენახა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ პროფესია მოსწონს, რომ ანუ ხმამაღლა კითხულობს რაღაც კონკრეტული ნაწარმოების მონაკვეთს და ცდილობს რომ ეგ ყველაფერი ხმის ტემბრით და შემდეგ ემოციურად გადმოსცეს და მსმენელს კარგად გააგებინოს. იმას არ გულისხმობ რა, ეს ჩანაწერები რო არის ხოლმე რაღაც აუდიო წიგნები რო არის, მაგას არ გულისხმობ. ანუ არსებობს როგორც პროფესია, როგორც არტისტული პროფესია, ასე რომ ვთქვათ, როცა რაღაც კონკრეტულ მონაკვეთებს კითხულობენ წიგნებიდან, განსაკუთრებით კლასიკური ლიტერატურიდან და ცდილობენ ხმის ტემბრით და მოქმედებებით ზუსტად გადმოსცენ ის ემოცია, რაც წიგნში არის, ასე რომ ვთქვათ რა. ის განწყობა შეიქმნა, რასაც ავტორი ცდილობდა რომ გადმოეცა.
და ნუ ეგ უყვარს და ნუ მაუწყებლობის კლუბში გაწევრიანდება და ნუ მთელი ანიმე მაგას დაკავშირებით არის. ლიტერატურა ვისაც გიყვართ ანალოგიურად, ანუ მთელი ანიმე არა მარტო ლიტერატურა იდეაში, მაგრამ ძირითადად მაინც რახამთავარი პერსონაჟი ეგ არის და რაც 4 პერსონაჟია, რომელსაც ძალიან უყვარს ლიტერატურა. არა მარტო იაპონური დასავლური ნაწარმოებებზეც ხშირად არის ხოლმე საუბარი. მაგრამ ანალოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ წიგნები გიყვარდეთ და წიგნებს კითხულობდეთ იმისთვის, რომ კონკრეტული ანიმე მოგეწონოთ. იმიტომ რომ მაგ ანიმეში როგორც აოი ბუნგაკუშიც ამბავი ძალიან კარგად არის და პერსონაჟები ძალიან კარგად არის დაწერილი. ერთადერთი პრობლემა რაც მქონდა ბოლო ეპიზოდები იყო ძალიან კლიშე სცენები იყო და კლიშე ამბავი იყო მარტივად რო ვთქვათ, მაგრამ პერსონაჟები მაინც ძალიან კარგად არის დაწერილი და პრობლემები რაც არტისტებს აწუხებთ ხოლმე ზოგადად რაღაცებთან მიმართებაში ზუსტად არის რაღაც წერტილები დასმული. შეიძლება მაინც და მაინც იდეალურად არა, მაგრამ მაინც იშვიათია ხოლმე ანიმეებში მსგავსი რაღაცები. გაითვალისწინეთ, რომ სეინენი არის და აქედან გამომდინარე რაღაც მიუხედავად იმისა, რომ სკოლის თემა არის, ცოტა რაღაცები შეიძლება რომ გაუგებარი იყოს, მაინც რაღაც ინფორმაციები შეიძლება მაინც დაგჭირდეთ, რომ იცოდეთ მარტივად რო ვთქვათ. მაგრამ არც ეგ არის პრობლემა დღევანდელობაში, იმიტომ რომ შეგიძლიათ რომ უბრალოდ მოძებნოთ ეგ ინფორმაციები ხო. და შემდეგი ანიმე არის Sayonara Zetsubou Sensei. ამ ანიმეს აქვს ძალიან უნიკალური ანიმაცია და ტრიანტ არის კომედია. არის მასწავლებელზე, რომელიც არის რა ქვია, როგორ თქვა, დეპრესიული ტიპი არის, რომელსაც უნდა რომ თავი მოიკლოს რაღაცა ეგეთი რაღაცები. მაგრამ თლიანად კომედია არის და ძალიან ხშირად არის უმეტეს შემთხვევაში არის შავი კომედია. და ძალიან ბევრ ანიმეებზე აქვთ რეფერენსები გაკეთებული, მაგალითად ერთ-ერთი მომენტია რომ რაღაც Death Note-ში იწევს ვიღაცის სახელს, იმიტომ რომ იმასაც თავის მოკლა უნდა და რაღაცები. და თანამედროვეულად ანუ ორი იქიდან გამომდინარე Osamu Dazai's მე მგონი სამჯერ ცადა თუ რაღაცა თავის მოკლა წერალმა, ანუ მაგაზეც არის რეფერენსები გაკეთებული და რაღაცები. ძალიან ბევრ რაღაცაზე ამარტივად რო ვთქვათ რა. და ძირითად შემთხვევაში კომედია არის. ბევრი ეპიზოდიც არ აქვს, მაგრამ ნებისმიერ ეპიზოდს რო უყუროთ, უბრალოდ დაგაკმაყოფილებთ როგორც ეპიზოდი. ძირითად შემთხვევაში ხო ის მომენტია ხოლმე, რომ 20 წუთი რო არის რაღაცა ერთი ეპიზოდი, ყოველთვის არასაკმარისია ხოლმე. მაგრამ არა. ამის შემთხვევაში ერთ ეპიზოდს რო უყუროთ, სრულად გექნებათ იმის განცდა, რომ რაღაცას უყურეთ. და არა ის მომენტი, რომ ეხლა ეს აუცილებლად ეს რაღაც 3 და 4 სერიას უნდა უყუროთ იმისთვის, რომ რაღაც შეგრძნება გქონდეთ, რომ რაღაცას უყურეთ. არა, ერთ ეპიზოდს რო უყურეთ, უკვე იმხელა გავლენა აქვს, რომ იგრძნობთ თავს რაღაცას უყურეთ. და კომედიის კუთხით კიდე, რავი, ანუ არ ვიცი, ძალიან იშვიათია ხოლმე მსგავსი ანიმეები, რომელიც მსგავსი შავი კომედიით გამოირჩევა ხოლმე. ერთ-ერთი ალბათ მსგავსი შავი კომედია რაც არის Welcome to the NHK. მაგრამ Welcome to the NHK-ის თემა რაც არის ის, რომ პირიქით ანუ პერსონაჟები ძალიან კონცენტრირდება და მიუხედავად იმისა, რომ ხუმრობებია და კომედია არის, მე საბოლოო ჯამში უკვე დეპრესიულში გადადის და რაღაც პრობლემები უნდა მოგვარდეს აუცილებლად, ხო? Sayonara Zetsubou Sensei შემთხვევაში ეგ ყველაფერი ეგრე არ არის. უბრალოდ კომედია არის და უცნაური ანიმაცია აქვს და ძალიან ბევრი რეფერენსები აქვს ამ შემდეგ და თავისებური სტილი აქვს აბსოლუტურად რა. და ძალიან საინტერესოა და ძალიან სახალისო არის მაგ ყველაფრის ყურება. ვერ ვიტყვი ყველამ შეიძლება რომ უყუროს, მაგრამ თვლი რომ ყველამ უნდა ცადოს, იმიტომ რომ შეიძლება არც იცოდეთ რომ მსგავს რაღაცა მოგწონთ რა. შემდეგი არის I'd Invaded. ეს ანიმე არის თავიდან ცოტა რთული გასაგები, მაგრამ საბოლოო ჯამში როცა ტრიანტ უყურებთ რაღაცები, საკმაოდ ბოლომდე ხსნის ყველაფერს რაც ხდება. მაგრამ უფრო უკეთესად რო გაიგოთ, ცოტა შინაარს გეტყვით, იმიტომ რომ პირველი 2-3 ეპიზოდი ცოტა გაუგებარია რეალურად რაც ხდება. აი რაღაც საგამოძიებო სისტემა, ესე რომ ვთქვათ, რომელშიც ხალხი მუშაობს და აქვს შექმნილი რაღაცა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რაღაცა როცა ხდება, ვიღაცას რო კლავს, მაგალითად მკვლელი, რაღაც დამნაშავე და შემდეგ, შეუძლიათ რომ რაღაც სივრცის მიხედვით შევიდნენ, ანუ ვიზუალიზაცია მოახდინონ და რაღაცა alter reality შექმნან ამ დამნაშავის გონების რაც ცნობიერის. და მე ამ ცნობიერში უშვებენ ერთ ადამიანს, რომელსაც არაფერი არ ახსოვს, რაღაცა ეგ წესი არის, არაფერი არ ახსოვს და უნდა ამის დავალება არის, რომ იმ სიტუაციაში როცა მოხდება, ეს მკვლობა ვისი ბრალი არის, ანუ ვინ არის დამნაშავე გაარკვიოს. ცოტა რთული ასახსნელი, ჩემთვის რთული ასახსნელი ახლა როცა ცდილობ რომ არ დაგასპოილეროთ რა, მაგრამ ძალიან საინტერესოა
ძალიან ბევრი ისეთ საკითხს ეხება, რასაც ზოგადად ანიმეები არ ეხება ხოლმე, მით უმეტეს რაღაც ცნობიერს და მეს და ზოგადად ფსიქოლოგიის კუთხით რა. ცდილობენ ხოლმე რომ თავი აარიდონ ერთ-ერთი მაგათ ევანგელიონში არის მაგას დაკავშირებით რაღაც საკითხები გამოყენებული ხო? მაგათად ჰეჯეჰოუს დილემა და ამ შემდეგ. და მაგიტო ძალიან საინტერესოა. ნუ შინ რეიგარის რა თქმა უნდა ვერ შევადარებ მაგ კუთხით, იმიტომ რომ შინ რეიგარი საერთოდ სხვა დონის ანიმე არის. სიმართლე რომ ვთქვა. ანალოგიურად შინ რეიგარისაც ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევ, ვისაც ნეიროფსიქიატრია, ფსიქოლოგია, რაიმე საერთოდ მაგას დაკავშირებით თუ კი რაიმე გაინტერესებთ. იმდენად კარგად არის ეს ყველაფერი დაწერილი, რომ არ ვიცი, მაგისგან რაღაცეები შეიძლება, ან თუ უბრალოდ გაინტერესებთ და არა როგორც პროფესიონალურ დონეს და შემდეგ, თუ უბრალოდ გაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ შინ რეიგარისაც უყუროთ და გაითვალისწინოთ, რომ ყოველი ეპიზოდის ბოლოს არის შემდეგ ეპიზოდში რა საკითხიც განიხილება, მაგალითად OBE, out of body experience რო იყოს, რაც ანუ საკუთარი ცხოვრების დატოვება არის, მაგის ახსნას ნახავთ წინა ეპიზოდში. ანუ პირველი ეპიზოდი რო დამთავრდება, მაგალითად მეორე ეპიზოდში რა საკითხიც იქნება, მაგალითად თუ იქნება out of body experience, პირველი ეპიზოდის ბოლოში ending-ის მერე იქნება მაგას დაკავშირებით პროფესიონალური კვლევების მიხედვით რა არის და როგორ არის და რა ხდება მაგ სიტუაციაში და მერე მეორე სერია არის უკვე მაგასთან დაკავშირებით. მერე ანალოგიურად მეორე სერიაში არის მესამე სერიაში რაც იქნება იმასთან დაკავშირებით პროფესიონალური კვლევები. ასე რომ თვითონ ანიმეც ძალიან კარგად გიყვებათ მაგ ყველაფერს და ამავდროულად სწორ ინფორმაციასაც გაწვდით ყველაფერთან დაკავშირებით რა, ოფიციალურ ინფორმაციასაც. ასე რომ არ ვიცი თუ კი რამე გაინტერესებს შინ რეიგარის აუცილებლად უყურეთ. შემდეგ არის Blue Period. Blue Periods სიმართლე გითხრათ მირჩევნია რომ მე ვთვლი რომ მანგა უფრო მეტად უნდა წაიკითხოთ, მაგრამ ანიმეც საკმაოდ კარგი არის, მიუხედავად იმისა რომ დაუსრულებელია რა. Blue Period გიყვება ბიჭზე, რომელსაც არანაირი მიზანი არ გააჩნია ცხოვრებაში რაღაც თავის ძმაკაცებთან ერთად ყოველდღიურ სვამს და შემდეგ და არაფერი არ აინტერესებს მარტივად ვთქვათ რა. და შემთხვევით რაღაც მომენტში, ნუ იმ რაღაც მომენტებში ხონია ჩვენს რაღაც თინეიჯერობაში ეს რა ვთქვათ, კლასში გვიწევს რაღაცები დავხატოთ და შემდეგ უცად იგრძნობს მაგ მომენტს, რომ უნდა რომ ყველაფერი აღწეროს რა რაღაც მომენტში. და რაღაც ლურჯად გააფერადებს მე, იმიტომ რომ რაღაც მომენტს ცდილობს რომ გადმოსცეს და შემდეგ და ძალიან სულად დახატავს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გამოცდილება საერთოდ არ აქვს. ეგ ძალიან კარგად არის გამოყენებული ანიმეში და ანუ ძალიან კარგად მიყვება მაგ ყველაფერს, ამდენ და რთული არის ზოგადად ხატვის სწავლა და რაღაც რა ხდა ვიღაცები ნიჭით არ არიან. არ უნდა გჯეროდეს მაგ ყველაფერს, რომ უბრალოდ ამას ნიჭი აქვს რაღაცნაირად. ანუ ეგ საერთოდ ხაზგადასმულია მაგ სიტუაციაში რა. თლიანი ანიმე ცდილობს აგვანახოს ამდენი შრომის მომენტი არის, რამ ხალხშრომა სჭირდება მაგ ყველაფერს, რომ მაგამდე მივიდეს. და რა თქმა უნდა მაგის გამო мотиваცია რო უვარდება და შემდეგ ძალიან საინტერესო პერსონაჟები არის ძალიან კარგად დაწერილი. და რაც ძალიან იშვიათია ხოლმე მაგათად ერთი ტრანსი პერსონაჟი არის და ეგ ძალიან იშვიათია ხოლმე ანიმეებში ტრანსი პერსონაჟები, რომლებიც მართლა ტრანსები არიან და თანამედროვედ კარგად დაწერილი პერსონაჟები არიან. ძალიან უცნაური მომენტი იყო ჩემთვის მაგათად მაგას რო უყურებდი რა. რომ ანუ ეგრე კარგად დაწერილი პერსონაჟი იყო და თანამედროვედ ტრანსი იყო რაღაც ძალიან უცნაური მომენტი იყო. მაგრამ მაინც ანიმე ძალიან მაგარია, მაგრამ ვერასოდეს ვერ გავუტოვდება მანგას მაგ სიტუაციაში, იმიტომ რომ მაგიდან ძალიან ბევრი რაღაცა არის გამოტოვებული. მანგაში ძალიან ბევრ რაღაცას ხსნიან. ხატვასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით როცა მასწავლებლები ვილაპარაკობენ და უხსნიან რაღაცებს, ან კიდაც თავისი თანაკლასელი ან ვიღაცა ვინც მაგას ერთად სწავლობს და შემდეგ, რომლებსაც უფრო დიდი გამოცდილება აქვს მარტივად ვთქვათ, რაღაცებს რო ასწავლიან და შემდეგ ბევრად უფრო დეტალები არის და ბევრად უფრო კონკრეტული რაღაცები არის. და თან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის ყველაფერი, რომ მანგა ავტორმა იქიდან გამომდინარე, რომ იცოდა რომ თვითონ მაგ ყველაფერს ვერ შეძლებდა, რომ დამწყების კუთხით დაიხატა რაღაცეები, თავის მეგობრებს თხოვა, რომ რაღაცეები ჩანახატები და რაღაცეები გაეკეთებინათ და მაგ ნახატებს იყენებს, როგორც თავარი პერსონაჟის ნახატებს რაღაც. და ბევრად უფრო რავი, შეიძლება დიდი არაფერი არ არის ყველაფერი, მაგრამ მაინც უფრო იმ შეგრძნებას გიტოვებს, რომ რეალურად რა არის, ანუ რა პრობლემა არის მაგ ყველაფერთან მიმართებაში და რატო არის ყველაფერი ეგრე. და თანამედროვედ ის მომენტი არის რაღაც ძალიან იდეალური ნახატს რო დახატავენ ხოლმე და
რაღაც ძალიან დიდ კრიტიკებს რო უკითხავენ ხოლმე და ამ დროს უყურებ და ძალიან მაგარი ნახატი რო ეგ მომენტები საერთოდ არ არის მანგაში. არც ანიმეში არ არის, იმიტომ რომ პირდაპირ რაღაც მხრივ ეგენი გამოყენებულია, მაგრამ მაინც ფერადი რო არის და რაღაცები ცოტა სხვანაირად ჩანს და ბევრად იდეალურად ჩანს, იმიტომ რომ ხო რა რას ვიზავთ ახლა ვინც მაგაზე მუშაობს, რა თქმა უნდა არტისტები არიან და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მაყურებელთან მიმართებაში. ასე რომ go ahead უყურეთ, ძალიან მაგარია, მაგრამ თუ მოგეწონებათ გირჩევთ რომ მანგა წაიკითხოთ აუცილებლად. თან მithodაც ანიმე დასრულებული არც არის. მაგრამ თავიდან წაიკითხეთ, იმიტომ რომ ბევრად მეტი დეტალია მაგ ყველაფერთან დაკავშირებით, არა მარტო ნახატებთან დაკავშირებით, პერსონაჟებთან მიმართებაშიც ძალიან ბევრი დეტალია. შემდეგი ანიმე რაც არის, ეს არის Look Back, რომელიც არის მოკლე არ არის, მოკლემეტრაჟიანი არ არის, მაგრამ მოკლე ანიმე ფილმი არის, რომელიც არის Fujimoto's მანგის მიხედვით, ხო? Fujimoto ვინც არის, არის Chainsaw Man-ის ავტორი და ის რა ქვია Fire Punch-ის ავტორი. რომელიც გვიყვება არტისტებზე რაღაც ორ პატარა ბავშვ გოგოებზე რომლებიც ორივე არტისტები არიან და ერთი მეორეს ფანი არის და რაღაცები და იზრდება რაღაც მალე გადის დრო და შემდეგ არ მინდა რომ ბევრი რაღაც თქვა მაგას დაკავშირებით იმიტომ რომ მთლიანად it's for the experience რა უნდა უყუროთ საკმაოდ კარგი არის ძალიან მაგრად დახატული არის ძალიან მაგარი ანიმაციები აქვს და მთლიანად ქმნის იმ გაწყობას რაც უნდა შექმნას მარტივად ვთქვა რა და აუცილებლად უყურეთ რავი მით უმეტეს პატარა არის და დიდი არის და ფილმი არის არც 1 საათია თუ რაღაცა 1 საათი 10 წუთია თუ რაღაცა და მე მგონი ღირსო Fujimoto's ნაცნობებს მაგდენი დრო დაუთმოთ შემდეგი არის Fully Cool იგივე FLCL ხო Fully Cool არის 2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ანიმე ალბათ იმიტომ რომ ზოგადად როცა რაღაც ანიმატორები იკრიბებიან ხოლმე რაღაცები მაინც ცდილობენ ხოლმე რომ რაღაც სტანდარტებში ჩაჯდნენ რა მარტივად ვთქვა რაღაცებს ექსპერიმენტებს ატარებენ ხოლმე მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც სტანდარტებში მაინც ჯდებიან ხოლმე Fully Cool არის სრულად ექსპერიმენტალური ანიმაცია სრულად ყველანაირი სტილის ანიმაცია შეგხვდებათ რამაც ანუ საბოლოო ჯამში იმდენი რაღაცა იყო Fully Cool-ში იმდენი რაღაცა იყო რომ ძალიან ბევრ ანიმაციას მისცა მაგ კუთხით ინსპირაცია რა ძალიან ბევრმა აიღო მაგიდან რაღაცა კონკრეტული სტილი და მაგიდან გადაიხატა და მაგაზე აწყო თავისი რა თქმა უნდა მე განსაკუთრებული გახდა ეს ყველაფერი მაგრამ ყველა რაღაციდან ინსპირაციას იღებს ხო და მაგ რაღაც Fully Cool ბევრისთვის იყო ეგ ინსპირაცია რა არ ვლაპარაკობ გაგრძელებებზე რაღაცა ალტერნატივზე და შემდეგ ვლაპარაკობ ორიგინალ Fully Cool-ზე პირველზე იმიტომ რომ დანარჩენები რაღაც უფრო ძალიან ცუდი არის და ძალიან სახალისო არის 6 ეპიზოდი აქვს თუ სწორად მახსოვს ძალიან სასიამოვნო საყურებელია არ ვიცი ანიმაციის კუთხითაც პერსონაჟების კუთხითაც რაღაც კომედიის კუთხითაც ფაითების კუთხითაც ანიმაციის არავი ყველაფრის კუთხით ძალიან სასიამოვნო საყურებელია და მით უმეტეს რომ ეგეთი მოკლე არის მე მგონი ყველამ უნდა უყუროს რა შეიძლება მაინც ეგრე იდეა ვარ და ყველამ არ ჩათვალოს რა თქმა უნდა მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველას მოეწონება რა რაღაც ეგეთი არის ისე ყველაფერი აქვს რაღაც კუთხით რაც შეიძლება რომ ზოგადად ანიმეში მოგეწონოს ასე რომ go ahead და ბოლო ანიმე არის Boogie Bop Warabanai Boogie Bop Phantom თუ რაღაცა ეგრე არის ინგლისურად არ ვიცი ზუსტად ქართულად როგორ ქვია მაგას იმიტომ რომ ქართულად არც არის ნათარგმნი რამდენადაც ვიცი იმიტომ რომ არც არ შემოხვედრია მაგას დაკავშირებით Boogie Bop Warabanai-ის აქვს 2 ანიმე და რეალურად არის light novel ან წიგნამებით რო არის ხოლმე დაწერილი და იშვიათად რო ნახატები არის ხოლმე ეგეთი არის და საკმაოდ ბევრი აქვს მარტივად ვთქვათ რა საკმაოდ ბევრი ვოლუმი აქვს ძველი ვერსია არ არის ორიგინალი ამბავი ძველი ვერსია არის light novel-ში რაც ხდება იმის პარალელურად რომ პერსონაჟები არსებობენ იმ პერსონაჟებს როგორი გავლენა აქვს და რა პერსონაჟები არის აი თლიანად პერსონაჟები არის გაშლილი მარტივად ვთქვათ რა მაგათი ფსიქოლოგია პიროვნება და ამ შემდეგ როგორ გავლენას იღებენ მაგ ყველაფერთან და როგორ ვითარდებიან რა ემართებათ და ამ შემდეგ რაც თვითონ light novel-ში არ არის გაშლილი და ძალიან კარგად არის ეს ყველაფერი გაკეთებული რა არ არის აუცილებელი მაინც ამას რომ ყველაფერი იცოდეთ რაც light novel-ში ხდება და ამ საერთოდ light novel-ს რომ არ დაიკითხოთ მაინც შეგიძლიათ რომ უყუროთ უბრალოდ არის რაღაცები რაც თქვენთვის გაუგებარი იქნება რა რაღაც მოვლენები იქნება გაუგებარი მაგრამ ეს მოვლენები როგორ ახდენს გავლენას რეალურად ეს მოვლენები როგორ ახდენს გავლენას კონკრეტულ პერსონაჟებზე მაგაზია ანიმე და მაგთა გამომდინარე
თუ არ ეცდებით რომ ყველაფერი გაარკვიოთ, დიდი პრობლემა არც არის. რაც შეეხება ახალ ანიმეს, ეგ ახალი ანიმე უკეთებს ადაპტაციას light novel-ს. მაგრამ ძალიან ცუდი ანიმაცია აქვს. და ძალიან ცუდი გამხმარებლები და არ ვიცი. ბუგი პოპი არის, ან მაინც კარგი არის იმათ რომ გითხრათ რა. ძალიან ბევრი ანიმეს ჯობია, მაგრამ საბოლოო ჯამში იმის გამო ჯობია, რომ თვითონ light novel-ა, ანუ რაზეც არის თვითონ ანიმე დაფუძნებული, ძალიან კარგად დაწერილი ამბავია და ძალიან კარგი არის. ბუგი პოპი არის რაღაც ღმერთივით არსება, მარტივად რო ვთქვათ, რომელსაც ემოციები არ გააჩნია და რაღაც გამსჯელი ტიპაჟი არის ესე რო ვთქვათ და სხვა ამბებში ხდება, სხვა ადამიანებთან ხდება და რაღაცები მარტივად რო ვთქვათ. ბევრს არაფერს არ გეტყვით, იმიტომ რომ საკმაოდ რთული აღსაქმელი არის ეგეც და თქვენთან უნდა გაიგოთ, იმიტომ რომ რაღაცა რო გითხრათ, შეიძლება ეგ ყველაფერი გამოჩნდეს რაღაც მე-10 ეპიზოდში, როცა რეალურად პირველ ეპიზოდში რა ელემენტურია ყველაფერი, მაგრამ მე რო გითხრათ, უკვე გეცვენებათ და რაც დაიკარგება. მაგას დაკავშირებით ეპიზოდების ტაიმლაინი როგორ მიდის ახალ ანიმეში. მაგას დაკავშირებით ჩამოწერილი მაქვს მე თვითონ მოგზაურებული და დავწერე რავი ანაკეთ დავწერე ეპიზოდების ტაიმლაინი. ოღონდ ეგ იმას ანიშნავს რომ ეგრე უნდა უყუროთ რა. ტაიმლაინი უბრალოდ როგორ მიდის. ანუ პირველი რა ხდება, მერე რა ხდება და შემდეგ ეპიზოდების მიხედვით შეგვიძლია რომ გავსაუბროთ რა. ხო, რავი, სულ ეს იყო. ამ ანიმეებს უწევ რეკომენდაციას ყველას აბსოლუტურად, რაც ვაპარაკე. Elfen Light-ის გარდა. ხო. და შემდეგი ეს რა ქვია ვიდეო იქნება ევანგელიონზე. იმედი მაქვს მწვანე ფონით და იმით რა ქვია განათებით და შემდეგ და უკან მექნება რაღაცები რო გაჩვენოთ. კარგი. მადლობა ყველას ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი გამოიწერეთ. და რავი, Instagram-ის ლინკი არის კიდე ქვემოთ და თუ ვინმეს ჩემთან კონტაქტი მოგიდებთ რაღაც კითხვა გექნებათ და შემდეგ პირადში გინდათ მაინც ამის რომ მომწეროთ, Instagram-ის ლინკი არის და შეგიძლიათ რომ ამბობთ. ხო, რავი, კარგად.